გამარჯობათ მეგობრებო, ყველა სიხარული ბედნიერება და რა თავარია უფალი იყო ჩვენთან. ჩვენ კიდევ გავაგზავნოთ. გავიდა ერთი კვირა და პოლიტიკაზე იმდენად არა, მე ამას პოლიტიკას არ ვიტყვი, უბრალოდ გულის ტყივილი მინდა გადმოვცე და ჩვენ მიმდინარე როგორც ტრადიციულად კვირაში ერთხელ განვიხილოთ საქართველოში მიმდინარე სიტუაცია. ჩვენ გულებში მიმდინარე სიტუაცია და საერთოდ პოლიტიკა, რასაც ქვია, ანუ გეოპოლიტიკა და ასე შემდეგ. ეხლა ზოგი ნახველი არ ვიცი მე კაი გაგებით ვისახი. აბა დიტყვეს, აუ ბიჭო, აი ბლატნოი ტიპი გამოვიდა, სათვალეებში გველაპარაკები, მიდი შენ საქმეს მიხედე. ნუ, რა თქმა უნდა, რა არის ეს სათვალები, ეს როგორი სათვალებია, ეს სპეციალური სათვალებია მძღოლებს. ეს არის ულტრაისფერის სხივები ხომოდის და იმას იცავს. ეს ექიმა გამომიწერა. მთელი დღეები რო გზაზე რო ხარ, იცავ რა თვალებს, ეს აუცილებელია. და ეხლა ზოგი ამას ჩათვლის იმათ რა. სამწუხაროდ ადამიანები ხო არ აფასებენ ზუსტად, კარგად არიციან, ბოლომდე ვერ ჩაწდებიან პიროვნებას და გონიათ რომ ისეთ იარლიქს მიადებენ ხოლმე, ასე ჟარგონით ვიტყვი რომ ამიტომ არ გეგონოთ მეგობრებო, ეს სათვალები არ არის იმის გამო, მართლა მაგარი მზიარე და თან კალიფორნიაში ვარ და ნახე როგორ ანათებს ეს მოდის ულტრაისფერის სხივები და სათვალები იმიტომაც მიკეთია. ჩვენი თემა შეეხება ისევე როგორ ვთქვათ, ეს გაუბედო არაბიზაციის თემას. წინა ვიდეოში თქვი რომ წინა პოლიტიკოს არაბიზაცია კონკრეტულად არ ნიშნავს რომ არაბები არ გვინდა და არაბული პროექტი არ გვინდა. ეს მიდის საერთოდ ზოგადად კონტროლო ემიგრაციის შესახებ და ეს ჭობა მიდის, სამწუხარო ჭობა თავრობა თავისას აწვება ოპოზიცია და ადამიანები რომლებიც არ ეწინააღმდეგენ თავისას და გადადიან ჩვენ ამაზე შეიძლება ვილაპარაკია ზედმეტებში. ეს ანამ ამ ვიდეოს გადაღებას დავიწყებდი. ნუ ფიქრობდი როგორ დამეწყო და ნუ ისე და ისე ჩვენ ხშირად გვითხოვს რომ ჩვენი არხი, რა თქმა უნდა 1000 აზრი არის, 1000 აზროვნება, მიმართულება, მაგრამ ყველას თავისი აზრმა ჩვენ 100 გამოხატავ ძალიან კორექტურად, ძალიან დილობის ფარგლებში და ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე. და რა თქმა უნდა ეს უნდა შევინარჩუნოთ. ეხლა გამოგდის თუ არ გამოგდის, ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვცდილობ რომ კორექტული ვიყო, ცდილობიანი ვიყო და ნათორე სამართლიანი ვიყო. და სამართლიანი რო იყო, ჩვენ ადრესა გვაქვს დათქვამი რომ ჩვენ ვცდილობთ ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი, არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, უბრალოდ თეთრია, შავია, ყვითელია და ეს შევინარჩუნოთ ეს სტილი. აბა დავიწყოთ როგორ გამოგვივა. ხო და ერთი რაღაცით მინდა დავიწყო. მე ყველა ადამიანებს ვაკავშირებს და აი გუშინ წინ აი თუნდაც გუშინ ისეთ ცუდად მეძინა და აი ხშირად აი ვისაც მშობლები არ ახავს ყველა დიდხანს მიცოცხლოთ. აი დედაჩემი მესიძვრებოდა და კამათობდით და ხშირად ხარი ხოლმე და მე მაქსიმალურად ვცდილობდი რომ იმას თავისი აზრი ქონდა, მე ჩემი აზრი და ვცდილობდი რომ რაღაცნაირად ჩემი აზრი კარგად გადმომეცა, იმიტომ რომ მე ძალიან მტკივნეულად მომყვება და აი ეს დაკავშირება მინდა ამ პოლიტიკასთან, ამ მიმდინარე პროცესებთან. მოგეხსენებათ ახალგაზრდა რო ხარ, შენიშვნას რაღაცა აზრო გეტყვიან, რაღაც ძალიან მტკივნეულად ღებულობ ხოლმე და განსაკუთრებით არ ვიცი დაწუნებული ვარ აი დედას ხო ჩვენ დედაზე დედაშვილის სიყვარულზე მაღალი სიყვარული გამორიცხულია, მაგას ვერ ახსნის ვერავინ, ეს იმდენად ის არის, მაგრამ დააკვირდით როგორი კამათები მოგდის ხოლმე ჩვენ მშობლებთან, მამასთან, დედასთან
და მეც არ ვიყავი გამონაკლისი და აი ბავშვობიდან სულ შენიშვნას რომ მაძლევდი და ღიზიანდებოდი, ნუ აი ბავშვი რო ხარ კიდევ ვერ აზროვნებ რაღაცნაირად და მე რო ეწინააღმდეგები ზოგჯერ შეიძლება არ მინდა ეს თქვა უძდელობაში გადადის, ხო? ეხა შვილი რო დედას ეუძდელება ენას უთლიკინებს, ეს უძდელობაა, ხო? და მე დედას წინს რაღაცა ვერ გაიგო და შენ გიждები კაცო მე ასოებია მე მართალი ვარ და იმას რატო არ ესმის და ის ხო ძველი თაობაა და ასე მაგ ნუ ეს კამათი ჩვეულებრივი ამბავია ოჯახებში. ნუ ამას ახსნით ეხლა რომ ახალგაზრდული ასაკით, მაგრამ მე უკვე დიდიც რო ხდები 25-ს 30-ს რომ გადაციდე და მაინც ეკამათები დედას და რაღაცაში შენიშვნებს აძლევ და დედას წინს თავისებურად არ არის ეს გამართლებული, იმიტომ რომ აქ როგორ არის ხოლმე ეს შვილი, დედა მოითმეს, დედა გაიგებს, დედა რატო დედამ შეიძლება ვერ გაიგოს, ვირა გასაგებია, იმიტომ იმასაც თავისი აზრი აქვს, თავისი ისა, მაგრამ ხო შეიძლება ეს წნარად, შვიდად ისეთი იმით ელაპარაკო, რომ ადამიანი და დედა მით უმეტეს არ დედას გული არ დაწყდეს და რაღაც განაღლიანებული და რაღაც უსამართლოდ არ იგრძნოს თავი, მაგრამ გადავაღლო თვალი მონიკა არ შედება, გადავალო თვალი ჩვენ წარსულს და რამდენი რაღაცეები გვაქვს გაკეთებული, რომელიც აი სინანულად და სევდად მოყვება. აი ყოფილა ეხა ჩემ შემთხვევაში ეხა ზოგჯერ ვცნობ ხოლმე რომ აი უსამართლოდ ელაპარაკება თუნდაც ის ახლობელი ადამიანი დედა და შენ გიძნობინე მაგ დამანები ხალო თავი მე ვიცი შენი საქმე შენ რა იცი როგორ იცი და ნუ და ამას არ უფიქრდები და მე მახსოვს აი ჩემ ურთიერთობაში რაღაც კამათის დრო და რაღაც ის რომ დროს რომ მიდიოდა ხოლმე დედას უთხოვს რომ აი მე რო წავალ ამ ქვეყნიდან აი მე შენ მიხდები ჩემ სიტყვებს და ჩემ ფასებს და ხო იცი ეს აქტებულად და ხო იცი როგორ მტკივნეული თემა ახლა ჩვენ მაგალითად აი ქართველება განსაკუთრებით დედის ადგილზელო და დედის გულით დედის დინების გულისთვის აი ყველაფერს შეაკლავ თავს, მაგრამ საქმე რომ მივიდეს გუში რომ ჩავიხედოთ რამდენი როგორ ვითხათ კრიტიკული და მინუს ვიპოვით ამ ჩვენ ურთიერთობაში შვისა და დედას შორის. მერე როგორ არის, სანამ დედა ცოცხალი ყავს, აი მაინც კი რაღაცაში შენ თავს აღიარებ, რომ არ აქვს სწორად მოიქეცი, მაგრამ არ ფიქრობ ამაზე, მაგრამ უცბად ერთი დღეც მოვა და დედა მიდის ამ სამყაროდან და გარკვეული დროის შემდეგ ხდები, რომ რამდენი შეცდომა გაქვს დაშვებული და აი რამდენჯერ გინანია, რომ აი სინანული და ის სევდა, რომელიც მოყვება იმ დროს დაშავებული საქცელის გამო, გინდა გამოასწორო, მაგრამ ვერაფერი, დედა უკვე წასულია. დედა წასულია, ეს სევდა მოყვება და მთელი ცხოვრება მოყვება და რა ვიცი მე პირადად დარწმუნებული ვარ, ასეთი გრძნობა ჩვენ ბევრს აკავშირებს ამდენი ადამიანი ეხა მე რაც ავთქვი რომ ეს აწუხებს, მაგრამ რა უნდა ვქნათ, მე პირადად ვცდილობ რომ ის სევდა, ის სინანული რაც მე თავის დროზე ჩემი დაუფიქრებლობის გამო, ჩემი ემოციის გამო გული ვატკინე დედა და ჩემ ახლობელ ადამიანს უკვე ამას ვეღარ გამოვასწორებ და ჩვენ ეხლა მორწმუნე ხალხი ვართ, ჩვენ ვიცით რომ სული უკტავია და ზემოდან მაინც შევხედა ჩვენი საქციელი უკვე ჩვენ შვილებზე უნდა გადავიდეს და ჩვენ არ დავუშვათ ის შეცდომები, რაც ჩვენ უშვებით დედის მიმართ, შუბლების მიმართ, ასევე შვილების მიმართ არ უნდა დავუშვათ, იმიტომ რომ იგივე მეორდება ჩვენი შვილებიც რაღაცაში გვეწინააღმდეგებიან, მაგრამ კი შეიძლება გეწყინოს, მაგრამ მე პირადად ვცდილობ ხოლმე რომ კი, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცა შეიძლება არ მომეწონოს, არც მომწონს კიდევაც, მაგრამ ამას ვცდილობ წნარად, შვიდად ისეთი ემოციით უთხრა, რომ ადამიანმა თუნდაც ის შვილია თუ ახლობელია, ის შეურაცხყოფად არ იგრძნოს. აი, რისკები მყავს საუბარი, რომ აი ეს უნდა ვიგრძნოთ, ახლა ჩვენ ხშირად გვიტყვიან, რომ სამყარო მრავალფეროვანია და
მრავალი აზრია, ბუნებრივია და ყველას აქვს თავისი აზრი გამოხატვა, თავისი აზრი გამოხატოს და ჩამოაყალიბოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში შენი აზრის გადმოცემის დროს არავითარ შემთხვევაში შეურაცხყოფა, უბრალოდ შეურაცხყოფაზეც არ არის ლაპარაკი, უბრალოდ ადამიანი ნაწყინი არ უნდა დატოვო. ნუ შენ ასე ფიქრობ, მე ასე ვფიქრობ და ჩვენ უფალი რას გვასწავლის, მე გასწავლი იმას ყველაფერს, გეტყვი რა არის კარგი, რა არის ცუდი, მაგრამ თავისუფალ არჩევანს გიტოვებ. და აი ამ თავისუფალი არჩევანის დროს დიდი თუ კარგი დაფიქრება გჭირდება. ამიტომ ყოველ ჩვენ სიტყვას, ყოველ ჩვენ მოქმედებას უნდა დავაკვირდეთ და უნდა ვიფიქროთ შედეგზე. კი, მე რაღაცა არ მომწონს, შენ არ მოგწონს, რაღაცას ვერ ვეთანხმებით, მაგრამ შედეგზე უნდა ვიფიქროთ, რომ აი როგორც ეხა წეღან ვამბობდი, რომ წავიდა დედა სამყაროდა და ეს სინანული და ეს სევდა მომწვება იმისა, რომ მე რაღაც იმ გარკვი, რა თქმა უნდა, ადამიანი რომ მიდის შენი ახლობელი ადამიანი ამ ქვეყნიდან გული წდება, მაგრამ მე უფრო გული და სინანული და სევდა მომდის იმის გამო, რომ აი ეს ნეტავის შესტომ არ დამეშვა და ის არასაჭირო სიტყვა არ მეთქვა, რამაც ჩემი დედის გული რაღაცნაირად შეიკუმშა, აწყინინა და ასე შემდეგ. ამიტომ აი ეს ცნობა რომ მოგდის ადამიანს და on the right toward Barstow-Daggett Airport, then take the first left. ეს რო გავლილი გაქვე ჩვენ ვალდებულები ვართ მით უმეტეს ახლა ადამიანი ასაკში რო შეადის რა ასაკიც არა რა თქმა უნდა ახლა შეიძლება ახალგაზრდა რო ხარ 25-30 წლის ამაკაცი რო ხარ შეიძლება ვერ განსაზღვრო ისე როგორც 40-45 და 60 წლის მაგრამ მაგას დანიშნულობა აქვს ელემენტარული რომ ცოტა დაფიქრდე გაანალიზო და გააკონტროლო შენი ემოციები აი ეს არის მთელი ფორმულა გადავიდეთ ისევ ჩვენ პოლიტიკაზე. აი როგორი გაფაციცებით უსმენ ახლა მე ხო ნუ ალბათ ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი რეფერენდუმი ჩავატარეთ ჩვენებურად და წარმოიდგინეთ ნუ ამაზეც მე ვილაპარაკებ სიტყვაზე 100 კომენტარიდან 98 ადამიანი ეწინააღმდეგება ამ არაბიზაციას. არიან კატეგორია ადამიანს რომელიც მოერიდნენ მე ვიგზენი არ უნდათ რომ ეხა მაწყინინო და ეს კორექტულად დავაბრო შეიძლება არ ეთანხმებია მაგრამ იყო ზოგიერთი ადამიანი რომელიც აი ესე პიტაპი შეურაცხყოფაზე გადმოდიან მაგრამ ეს ძალიან 92% წარმოიდგინეთ რა არაფერი არ არის მაგრამ არიან და მე კიდევ მიკვის ახლა ჩვენ ისეთ თემას ვიხები მე შეიძლება მაგალითად ახლა ეს მიწის გაყიდვა არაბიზაცია ჩემთვის ისეთი წარმოუდგენელი თემაა რომ როგორ შეიძლება ასეთი პროცესი არ გაწუხებდეს მაგრამ არიან ადამიანები რომ ამას თვლიან რომ ეს არ არის პრობლემა ამას თვლიან შეულებრივ კომერციად და აი თუნდაც ჩვენ ახლა რა დიდი მასშტაბები ჩვენს იმებში რა ქვია ჩვენ არღზე გამოვიდნენ ასეთი ადამიანები და მიდი რა მეგობარო შენი საქმე არ არის ატრიალერული ხო იცით როგორ იციან შენ ეს არ გეხება მე ასეთი რაღაცა შენ აკეთე შენი ეთიკ გამოვიდა ასეთი რომ მე ქართველი ვარო იმიტომ კი არა მაგრამ მოდი რა მე პური გააკეთოსო ზღორმა ზღოლი ატაროსო და ისა ბანკანა ატაროსო იქიმაო და შენებერმა თავის საქმე გააკეთოსო და რაში გეხებაო და არ გეწყინოსო აი ესეთი კატეგორიის ხალხი იყო მე პიტაპი ვამბობ რომ ეს უკვე აი არ მესმის აი რატო არის ან არ ესმით ან ვერ გებულობენ და ზოგმა ძალიან ცინიკურად მე რატო უნდა ვიყო იმ ხალხთან ერთად ვინც იყო ნუ ნაციონალები ვიძახიან კონსერვატორებთან რატო უნდა დავდგე იმასთან არ დავდგე და რაღაც სხვადასხვა მიზეზები აქვს და მეოთხარი მე ვამბობ რომ რა შუაშია სადაც კიდე იქით ჩვენ ვლაპარაკობ თემაზე რომელსაც რაზეც ნერვიულობთ რომელიც ჩვენ დაგუპავს ეს და უცირესობაში დავჩებით მაგრამ აი გადადიან შეურაცხყოფაზე რაც ეღანაც ვიტყვი რომ თქვი რომ აი არ ლაპარაკობენ ისეთ რაღაცებს გალაპარაკებენ ხა მე კი შეიძლება მეწყინოს არ მეწყინოს მაგრამ ნამდვილად სასიამოვნო არ არის და მით უმეტეს რომ მე ვთვლი რომ უსამართლოდ მეკცევი ხო მე საკითხზე გელაპარაკები და შენ მე შეურაცხყოფას მაყენებ ხო მე შენ საკითხზე მელაპარაკე და შეურაცხყოფას რატომ მაყენებ ხო
ნუ ჩავთვალოთ რომ ვერ აკონტროლებენ და იმიტომ რომ გავა დრო და იმედია თუ ნუ მე მგონია რომ სინანულის იმაში ჩავარდიან, იმიტომ უსამართლო და არასწორად რომ აკრიტიკებაც არა, ეს არის უფრო შეურაცხყოფა, რომ შეურაცხყოფას მაყინებ და ზედმეტებში გადადიხარ, ნუ შენ თვითონ დაიტანჯები, თორე მე ავდგები და დაგბლოკა ჩვენ ვიცი და ნუ ეს უკვე ან სპეციალურად კეთება, ან ბოტია, ან რაღაცა, მაგრამ მან დაგბლოკა ერთ-ერთი მეთოდი და შევეცდები რომ ახლოსაც დისტანცია გავაკეთო შენთან, მაგრამ მე ვლაპარაკობ ამ ტენდენციაზე, რომ რატო არ უფიქრდები შენ რომ გადმოდიხარ შეურაცხყოფაზე და ზედმეტებში ეს დაგჭება მე სინანულად და მოგჭება ცუდად დაგჭება და შენ თვითონ ეს შენი სინანული და ეს სევდა მე შექმნის. აი რასაც მე ცოტა ლაპარაკიც ვამბობდი ედის მიმართ ურთიერთობაში. კიდევ ეს ხო ვერ მოვიშორე კი არა, აი შენ ძალიან ადვილია ამერიკიდან გაკრიტიკებ და შენ კარგად ახარ და ჩამოდი და აქ მიხედი აქაურობას. ჩამოდი ვარ მეგობრებო, სულ რაღაც 10 დღე დამჩა. დავამთავრე ვარმოს და ნუ აი ადამიანი არ გისმენს რა, მე ხშირად მithქვას რას ვაკეთებ, როგორ ვარ, მე ყოველთვის საქართველოში და საქართველოში ასად არ წავსულვარ, მაგრამ მაინც რატომაც ადამიანები არ გისმენენ, არ უნდათ ან სპეციალურად გეკეთებიან და აი გინდა რომ აი გამოგიყვანო, მაგრამ რატო არ ფიქრობენ რომ არასწორია, ნუ მაგაზე მაგრამ ადრეში მე ჩამოვა და მე თვითონაც უკვე ვიქნები საქართველოში და არაფერი შორიდან არ ვილაპარაკებ, მე ხშირად მithქვას რა, ნუ იქ ვიქნები თუ აქ ვიქნები, რა მნიშვნელობა, მე სული და გულით იქავა და ჩემი მოქმედებით თუ საქციელით მთელი ფიქრები ჩემ სამშობლოზე და იმ არეაზე ვფიქრობ, სადაც დავიბადე, გავიზარდე, სადაც ვისწავლე კარგი, ცუდი და ასე შემდეგ. მგონი გადაუხვია, გავაგრძელოთ ისე სიტყვა. ესე იგი ძალიან გულისხმობით უსმენ ამ ნუ ეხლა ფაქტობრივად მთელი დღეები მანქანაში რო ვზივარ, ჩემი პროგრამა თქვენი იცით, სულ უსმენ ამ ტელევიზორის ოპოზიციას, ანალიზს უსმენ ყველაფერს, ნუ სამწუხაროდ ისე და ისევ ეს აზრის გადმოცემა შეურაცხყოფის გარეშე არ გადმოდის, მაგრამ რას ამას მე ვხსნი ხოლმე, მაგრამ ზოგიერთ არ მეკვის იცი, აი კიდევ ვერ ვხსნი, აი კიდევ არ მიდი, აი თითქოს გამოდიან განათლებული ხალხი, პოლიტიკოსები და აი თვითონ ჩამოაყალიბებს საგარეო პრობლემას. გეოპოლიტიკურ თემებს გადალახავ და ამ არაბიზაციას რო შეხედავს, ეს არ არის პრობლემა, ეს არ არის უფრო დიდი საქმეები გვაქვს და მე ყოველთვის მიკვის კაცო, აიხლა მე ხშირად ვამბობ ხოლმე მეჯღანოაშულობა და ეს სინდრომი რო არის საქართველოს ხო ფაქტია. ოღონდ ფული გააკეთო, ყველაფერზე მიდიან, ხო ეს ფაქტია, ხო? მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, აი კიდე მეორე მეჯღანოაშულობა არის სინდრომი, რომელიც ლიტერატურული ქმრის სახით მაჩვენვა ჩვენმა მწერალმა, რომ არიან ადამიანები თავის ცხოვრების რას ხედავენ იმაში, რომ ფული გააკეთონ და ფულის გაკეთების იქით არაფერზე არ ფიქრობენ, რა მოხდება, როგორ მოხდება, არ აინტერესებს იმ მომენტში ფიქრობ და აი ეს არის ეს მეჯღანოაშულების სინდრომი და უნდა მოისმენ. მაგრამ წეღანას თქვა, არა მარტო მეჯღანოაშულების სინდრომი. ადამიანი უყევს თვითონ ფილოსოფი, აი ადამიანი არის და თვითონ არაფერი არ აინტერესებს და ეს საკითხი არ მიაჩნია სერიოზულად, იმიტომ რომ ეხლა ხო არის რელიგიულადაც არის ხო ეს გლობალიზაცია მაინც გაგრძელდება, ეს გაგრძელდება, ეს ქვეყანა მაინც დაიღუპება და შენ ვერაფერს ვერ გააკეთებ. ეს არის ნიჰილიზმი, ანუ ხელი ჩაქნება, მაგრამ ნიჰილიზმი შეიძლება სუსტმა ადამიანმა გამოამჟღავნოს, მაგრამ ადამიანი რომელიც გამოდის ტელევიზორში და მთელი თეორიებით გელაპარაკება და ამას რო აბოს ეს არ არის პრობლემა, და კიდევ ასეთი მიმართულება რომ აი თავის დროზე რომ ჩვენ ავტეხეთ განგაში, ჩვენ ავტეხეთ ხმაური, რა მოვიგეთ, რა გავაკეთეთ, თავის დროზე რომ ყოფილიყავით წყნარად არის, მაგრამ ფაქტია რომ ყველაფერი ცუდისკენ მიდის და რაღაცნაირად ისეთი შეგრძნება რომ აი მე მაინც ჩემსაც გავიტან, სულ არ მაინტერესებს შენი ყვირილი,
ფავილი, ნუ ამას მე გულისხმობ მთავრობას, ანუ მთავრობა მე მოხავს როგორი იმით, რომ ადამიანს ვისაც აქვს ძალაუფლება და თავისი გააქვთ რა და ამჟამად ეხლა ჩვენ რომ მეჯღანუაშვილებს გააქვთ თავისი ამბავი ეს ფაქტია. და ჩვენაირებ ხალხს რომელიც ეხლა რო ვთქვი რომ ჩვენ ტყუილა უბრალოდ ამდენ ხმაურ ტყუილა უბრალოდ ეხავთ ჩვენ ურა პატრიოტები ვართ ჩვენ ისა ვართ ესა ვართ და არაფრათაც არ აკთვლიან. აი ეს ძალიან მიუღებელია ჩემთვის და მე რატო ვთქვი ეს რომ აი დედის ამბავი რატო მოვიყვანე დედის ამბავი. მე ჩვენი საქართველოს ნუ დედასავით უნდა უთხრიდებოდეთ ამას და დედა მოითმეს, დედა არაუშავს, დედა ეს აი ესეთი შეგრძნება მაქვს რა. მე ჩემი გავიტანო, მე ჩემი და საქართველოს არაუშავს, ეკონომიკა მაინც მიდის ეს სოფლიო გლობალური თემაა და არაუშავს და მე ალბათ რომ მოვა და არ ვიცი, იმედია საქართველოს არ დაიღუპება და არ გაითხრიფება იმ გლობალურ ინტერესებში. არ განადგურდება და აი ასეთი კატეგორიის ხალხი და ღმერთმა არ გნას და საქართველოს გაითხრიფა და ჩვენ რაზეც ნერვიულობ რომ უმცირესობაში დავჭით და ეს კატეგორიის ხალხი შეეჩვევა და ისე ცხოვრებას განაგზავს და არ ვიცი და ან ვიცი სევდა და ეხლა ჩვენ ისტორიას რო გადავხედავთ ხოლმე ხო რაღაც შემთხვევების გამო ხო სევდა და ის ხომ მოგხდებს მაგრამ გავიდა დრო ის გარკვეული პერიოდი ადამიანები ნერვიულობდნენ მაგრამ გავიდა დრო ახალი თაობა მოვა სხვა თაობა მოვა და რაღაცნაირად სინანული ცნობა მოაწვება და სევდი ცნობა მოაწვება სევდა გადამწყვეტ მომენტებში აი ისტორიასაც მოვიყვან მაგალითად აი რუსუდანის მეფობის დროს თავის დროზე ზომები რომ მიეღოთ სერიოზულად მიდგომოდნენ იმ მონღოლებს ხო რაღაცნაირად გადააჩედნენ თავს რაღაცნაირად ხო გააკეთებდნენ თუნდაც ერეკლე მეორე დროს ის 5000 იმერელი რო ჩამოსულიყო და უკარო წავიდნენ ისტორიული და ხო ვიყავ ხო აღა მახალხანი ხო არ შემოვიდოდა თბილისში ანდა გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძე რო არ მოგვეკლა დიმიტრი ყიფიანი რო არ მოგვეკლა ზვიად განსახურდია რო არ გაგვენადგურებილა ან დღემდეც ხო მივდივართ ერთმანეთის განადგურებაზე მივდივართ და უბრალოდ ცოტა დაწყნერება და ყოველი ეს ხო ყველაფერი ემოციიდან გამომდინარეა ხო და იგივე აქაც ეხლა მთავრობა თავისას აწვება მაინც ფული და აქითა მხარე ჩვენ მხარე არ გაჩერდება და რითი დამთავრდება ესა იმის გამო რომ ეხლა უკვე როგორი პოზიცია აქვს აი ეს პროექტი რო არ აშენდეს ესე იგი საქართველოს დაიღუპება დაატორმუზე გაჩერდი მაგრამ არა და აი რა მოყვება ამას და როგორ მოყვება ცუდად უგუეთესა ცუდად თუ დამთავრდა და მერე გავა რაღაცა 10-15-20 წელი ახალი თაობა მოვა და ჩვენ დავიწყებთ სევდით ლაპარაკს და დარდით რომ აი თავის დროს ეს არ გავაკეთეთ ის არ გავაკეთეთ და ის დავიწყებთ იმ ანალიზს რომ ერთმანეთს შეურაცხყოფას ვაყენებდით ერთმანეთს ზედმეტს ვეუბნებოდით და საბოლოო ჯამში რა ხლე არაფერი სევდა და დარდი სევდა და სინანური რომ თავის დროზე ჭკვიანურად უცნურად არ მოიქეცით აი არ ვიცი მეგობრო რამდენად ეს გამოვხატე ეხლა ზოგი შეიძლება იტყვეს შენ ლაპარაკი ისწავლე და მერე დაიწყე ლაპარაკი მაგრამ მე ხო გულის ტკივილის ვიძახი თავიდან მაგით არ დავიწყე ჩემ დედასთან დედა დედა ერთია სამშობლო იგივე დედა არ არის იგივე შვილი არა და იმიტომ მიყვარს საუბარი რომ საუბრით ლაპარაკით ნორმალური ურთიერთობით უნდა მივახციოთ შედეგს სიმშვიდე სიწყნარით და შედეგს რასაც უფალი გვეუბნება სიმშვიდე და შენ და მოეყო ეს უხი შენია ჩვენი არგუმენტებით ჩვენი საქციელებით მივართ შედეგზე მივართ აი თუნდაც აქ ჩვენი არხიდან გამოდიო 100 კაციდან 98 საწინააღმდეგოა ვიღაცა მაგრამ ეს გვექნება ჩავატაროთ წინა იმაზე ვამბობთ რომ ჩავატაროთ რეფერენდუმი და გექნება ეს ფურცელი და ვერანი ერთ დასავლეთი ვერანი ვერ გეტყვის აი ძმაო მე რეფერენდუმ მე ხალხის მამაკ და რატომ მოდიხარ ჩემ წინააღმდეგ აი არ ვიცი და
ნუ ბრძოლა იქნება და ცოტა ისე გამოდის, მაგრამ ჩვენი საქციელი, ჩვენი სიტყვები, ჩვენი ღირსეული საქციელით უნდა ვიბრძოლოთ და ვიმოქმედოთ. ჩვენი ღირსეული საქცია არის ჩვენი მოქმედება. აი ახლა მე ზოგჯერ რუსოფილს მეძახიან, შეურაცხყოფას მაყინებენ იმას, მაგრამ ეხლა მე რო აუყრე ავას, არ იქნება სწორი. მე ჩემსაც მაინც ვიტყვი და ჩვენ ას მაინც ვიტყვი, ამას ვიტყვი სიყვარული და ღმერთის გზით, რასაც ღმერთი გვასწავლის. აი ეს არის ბრძოლის მეთოდი და დანარჩენი უკვე ცხოვრება გვაჩვენებს და ასე შემდეგ. დავით, ცოტა შეიძლება ვერ გამოვსახე ეს ყველაფერი, მაგრამ გონი სათქმელი თქვი. Take exit 33. ჩვენი სათქმელი და ჩვენი მოქმედება ის უნდა Turn left გავაკეთოთ, at the უბრალოდ stop ჩვენი sign, then take the first left. ჩვენი სათქმელი ისე უნდა ვთქვათ, რომ როგორც ეგანა თქვი, რომ დედა და ის არ ვაწყინინო და გულნატყენი არ გაუშვათ ამ სამყაროდან და იგივეა ჩვენი სამშობლოს მიმართ. ჩვენი ძალა არის ჩვენ სიტყვაში, ჩვენ საქციეში, ჩვენ ღირსეულ მოქმედებებში და ჩვენ სიყვარულში. ვინ გვასწავლის ამას? უფალი. და რასაც უფალი გვეთქვის, ის გავაკეთოთ, მეგობრებო, ყველაფერი მოგვარდება. თავარი ემოციას და მე ჩემ ჟარგონულად ვიტყვი, რომ არ ავარდეთ და პროცესი, რასაც ქვია, ცხოვრება მიყვე წნარად, შვიდად და სიყვარულში. აგეთ მეგობრებო, დაგემშვიდობებით, გონი ჩემი სათქმელი თქვი, თორე ძალიან საშინელი გზა არის, დაამტვრია ერთელი მანქანა და მიყვეთ სიყვარულით, ლამაზი სიტყვით და ღირსეული საქციელით და ყველაფერი კარგად იქნება. შევხვდებით მომავალ ვიდეოებში.